მაღალ წნევას ქვია ჰიპერტენზია და უზარმაზარი პრობლემაა მსოფლიოსთვის. 1,200,000,000 ადამიანს აქვს ჰიპერტენზია და 9,500,000 ადამიანი კვდება ყოველწლიურად ჰიპერტენზიის გამო. იმის საილუსტრაციოდ რამდენად დიდი პრობლემაა, ომები და ჰომოციდები ერთად 20-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჰიპერტენზია კლავს წლის განმავლობაში ადამიანებს. ანუ უზარმაზარი პრობლემაა. რატომ არის ესეთი საშიში, რადგან გულის დაავადებებს იწვევს, ინფარქტს, ინსულტს, თირკმელებს აზიანებს, სხვა კიდე შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დაავადებები შეიძლება გამოიწვევს. მთავარი არის გული, თავის ტვინი და თირკმელები ყველაზე მეტად რაზეც მოქმედებს. ჰიპერტენზიას ეძახიან ჩუმ მკვლელს, ჩუმს იმიტომ რომ არ აქვს სიმპტომები, თავიდან არ აქვს სიმპტომები. ჰიპერტენზია არის როცა სისხლის წნევის ზედა მაჩვენებელი 130-ზე მეტია, ქვედა მაჩვენებელი 80-ზე მეტია. ადრე ძველი გაიდლაინებით მიიჩნეოდა რომ 140-90-ზე თუ არის მაგაზე მეტი არის ჰიპერტენზია, მაგრამ ახალი ბოლო კვლევებით დასტურდება მოკლედ რომ 130 და მეტიც კი საშიშია, 130 და მეტიც კი ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ამიტომ არის რომ ქვედაზღვარი ჩამოწეს. 120-ზევით უკვე მიიჩნევა არანორმალურად, 120-დან 130-მდე პრეჰიპერტენზია ქვია, ანუ წინარე მდგომარეობა, ანუ ჰიპერტენზია არ არის, მაღალი წნევის დიაგნოზი არ ისმევა 120-დან 130-მდე, მაგრამ წინარე მდგომარეობაა და მიიჩნევა რომ ყურადღება ჭირდება. იმისთვის რომ დიაგნოზი დავსვათ ჰიპერტენზიის, რამდენიმე გაზომვამ უნდა აჩვენოს 130-ზე მეტი და ეს რამდენიმე გაზომვის საშუალო უნდა გამოვიყვანოთ და 130-ზე მეტი უნდა გამოვიდეს. იმის იმედი ადამიანს არ უნდა კონდეს რომ სიმპტომებით შეამჩნევს რამეს, რადგან არა. აი რო ამბობენ ფილმშიც რო არ შემაქანა და რაღაც ესეთებს რო ამბობენ ხოლმე, ან თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა და თავის ტკივილი, კეფის მიდამოში ტკივილი, ეს კლასიკურ სიმპტომებს რო ამბობენ ხოლმე მაღალი წნევის, ეს სიმპტომები აღმოცენდება ძირითადად 180-ზევით როცა აქვს ადამიანს წნევა, მაგრამ 130 როცა აქვს, ან 140 არანაირ ეგეთ სიმპტომზე არაა საუბარი და ადამიანებს პრაქტიკულად არავის არ აქვს სიმპტომები, ისე ატარებენ 140-ს, 150-ს და ბევრი 160-ს და ზოგი კიდე 180-ს არ აქვს სიმპტომები ზოგს. მაგრამ ნუ მერე იწყება. თუ ადამიანმა გაიზომა წნევა და მომენტალურად ცოტა მაღალი აქვს და მერე სხვა დროს გაიზომა კიდე მეორე დღეს, მესამე დღეს და ჩვეულებრივი სტაბილური აქვს, ეგ არ არის ჰიპერტენზია, მაგალითად, ნუ ერთ დღეს გაიზომა 140 აქვს, მერე გაიზომა 110 აქვს, ეგ არ არის ჰიპერტენზია. ეგ შეიძლება უბრალოდ სტრესის გამო იყო, ანუ იმ მომენტში შეიძლება სტრესმა გამოიწვია, ან ფიზიკურმა აქტივობამ, ან სხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს. სტრეს რა დონეზე შეუძლია რომ მოუმატოს სისხლის წნევა, მაგალითად ადამიანს შეიძლება გაუშვეს კითხვა რომ მე ეს წნევა იმიტომ აქვს მაღალი რომ ხა აი ანერვიულებული ვარ მაგალითად თუ მართლა მაღალი მაქვს წნევა, 20-დან 30-მდე მაჩვენებელი შეიძლება მოუმატოს სტრესმა, მაგრამ სტრესის მიერ წნევის მომატება ის აქვს რომ ისევ ჩადგება ნორმაში, ეს არის მთავარი, მალევე ჩადგება ნორმაში და მე რომ გაიზომავ ხელახლა ვთქვათ რამდენიმე საათში ან მეორე დღეს, მაშინ იქნება ნორმაში. რა იწვევს ჰიპერტენზიას, ზუსტად არავინ არ იცის, თუმცა ბევრი ფაქტორებია, რაც ხელისშემწყობია და დადგენილია ეს ბევრი ფაქტორები. ყველაზე 95% შემთხვევაზე მეტი არის პირველადი ჰიპერტენზია, ან თავიდანვე რო ჰიპერტენზია ვითარდება თავისით. ძირითადად გენეტიკური საფუძველი აქვს, რისკ ფაქტორები არსებობს, რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მაღალი წნევის რისკი, მარილიანს ვინც ჭამს ბევრს, იზრდება რისკი, ჭარბწონიანებს მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკი აქვს, რომ ჰიპერტენზია დაემართებათ სტრესის გამო და ფიზიკურად ვინც არა აქტიური. ეს 6-ია ყველაზე ძირითადი
თავისი როლი აქვს მოწევასაც და ქრონიკულად ალკოჰოლის მიღებასაც. მექანიზმი არის ესეთი, რომ ვიწროვდება სისხლძარღვები ჰიპერტენზიის დროს და წნევა იმატებს, როგორც რაღაც წნევით რომ მოდის წყალი რა და წვრილ მილში რომ გაუშვა. რა მოხდება? წნევა მოიმატებს. აი ესე ზუსტად წნევა იმატებს, იმიტომ რომ სისხლძარღვები ვიწროვდება, მერე რენინ, ანგიოტენზინ, ალდოსტერონ სისტემა ჩაერთვება და ნერვული სისტემა ჩაერთვება და ეგენი კიდე დამატებით ავიწროვებენ მოკლედ სისხლძარღვებს, მერე თირკმელები ჩაერთვება, თირკმელები დაიწყებს ამ შევიწროებულ სისხლძარღვებს აღიქვას თირკმელები და ეგონება რომ ნაკლები სისხლი მოდის აქო და იმისთვის რომ სისხლის მოცულობა გაზარდოს არაადეკვატურ რეაქციას ავლენს თირკმელები და იწყებს წყლის და მარილის შეკავებას ორგანიზმში და წყალი და მარილი რო შეკავდება ეს სისხლის მოცულობას კიდე გაზრდის და წნევა კიდე უფრო მეტად იზრდება. თუ დავალაგებთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა ფაქტორებია გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეგრევე უნდა გამოკითხვა აი დედას, მამას, ახლო პირველ რიგის ნათესავებს, დას, ძმას და ასე, ხომ არა აქვს ჰიპერტენზია და კიდე ზედა თაობებს. იმიტომ რომ მკვეთრად გენეტიკურია, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, 50 წლის ზევით მნიშვნელოვნად იზრდება ჰიპერტენზიის რაოდენობა, მარილის მიღება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, იმიტომ რომ ჰიპერტენზიების 50% გამოწვეულია ჭარბი მარილის მიღებით. სიმსუქნეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფიზიკურ არააქტიურობას და მოწევა და ალკოჰოლი გადის შემდეგ ადგილზე. ზოგი ადამიანი ექიმთან რომ მიდის, მაშინ წნევას მაღალს აჩვენებს, ამის თეთრი ხალათი ჰიპერტენზიას ეძახიან ხოლმე. ეგ არ არის ნამდვილი ჰიპერტენზია, სახში რომ მივა ნორმაში ექნება და არის ესეთი ადამიანი, რომ აი ექიმთან რომ მიდის იქ მაღალი აქვს წნევა და სახში რომ მიდის მერე ნორმაში აქვს. ეგ არ არის ჰიპერტენზია, ოღონდ ყურადღება საჭიროა, იმიტომ რომ ნიშნავს რომ რაღაც მნიშვნელოვანი მიდრეკილება ამ ადამიანს აქვს ჰიპერტენზიისთვის და ყურადღება საჭიროა. როცა ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ყოველთვის ჭირდება მკურნალობა, ყოველთვის ჭირდება მართვა ამას. ანუ ეგ არის ფიქრობს ადამიანმა, რომ მე მივატოვებ, დავანებებ თავს და რაც იქნება იყოს. არა, რაც იქნება იყოს. არა, იმიტომ რომ აი საილუსტრაციოდ 12 მაჩვენებლით რომ შეამციროს ადამიანმა ან 10-ით, აი თქვა 150 ქონდა და 140-მდე ჩამოიყვანოს წნევა. დაახლოებით 40%-ით შეუმცირდება გულის შეტევის რისკი, ინფარქტის რისკი ეგეთ ადამიანს და ინსულტის რისკიც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობას, მოკლედ და როგორ დავიწყოთ მკურნალობა თავიდანვე როგორ ხდება და რა არის ყველაზე მთავარი. პირველი, უნდა დავისახოთ მიზანი უნდა იყოს 130 ქვევით წნევის შენარჩუნება. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. 130 80-ზე ამის ქვევით უნდა შეინარჩუნო წნევა. მარილი უნდა შეამცირო 6 გრამამდე დღის განმავლობაში, რადგან მარილს უდიდესი როლი აქვს და ანუ 6 გრამი მარილი გამოდის 2.3 გრამი ნატრიუმი, რაც არის ზღვარი მნიშვნელოვანი. უნდა აკონტროლოთ თირკმლის ფუნქციები, თირკმლის ფუნქცია კონტროლდება კრეატინინით და არის სპეციალური ცხოვრების წესის ცვლილება, რომელიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, რადგან პირველ ეტაპზე, როცა ცოტათია მომატებული წნევა, მხოლოდ გარემო ფაქტორების ცვლილებით შესაძლებელია წნევის დარეგულირება წამლების გარეშე. რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ 140-მდე მოკლედ თუ აქვს ადამიანს წნევა, შესაძლებელია რომ წამლების გარეშე დაარეგულიროს ის. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? პირველი არის DASH დიეტა ქვია, Dietary Approaches to Stop Hypertension, ესე ქვია. ინგლისურიდანაა, რა თქმა უნდა, ანუ სპეციალური კვებითი მიდგომა, რომ შეაჩერო ჰიპერტენზია და მაგის პრინციპები არის ესეთი, რომ მეტი ხილი ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი უნდა ჭამო, რაფინირებული უნდა ამოიღო, მაგალითად თეთრი პური უნდა ამოიღო და სრულმარცვლოვანი პური უნდა ჭამო, ოღონდ მან ფრთხილად უნდა იყოს, რომ სრულმარცვლოვანი ჭამოა და არა ის შეღებილი თქვა რაღაცა ისინი პურები. როცა შეჭამ რძის პროდუქტებს, დაბალ ცხიმიანი უნდა ჭამო, ქათმის ხორცი უნდა ჭამო, ღორისას უნდა მოერიდო, რადგან ცხიმიანია. თევზი და თხილეულობა უნდა მიიღო. წითელ
ხორცს უნდა მოერიდო, ტკბილეულს უნდა მოერიდო, შაქრიან სასმელებს უნდა მოერიდო. წონაში უნდა დაიკლო. წონაში დაკლება ახლა ჰიპერტენზიას რო უმკურნალო სხეულის მასის ინდექსი უნდა ქონდეს 25-მდე, ანუ ნორმალური სხეულის მასის ინდექსი უნდა ქონდეს. მაგრამ თუ ადამიანს ახლა მეორე ხარისხის სიმსუქნე აქვს, ის შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, ვერ ასოდეს ნორმალური სხეულის მასის ინდექსამდე და მისთვის მნიშვნელოვანი წონაში კლებაც მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ანუ 5% რო დაიკლო სხეულის მასის, ან 10% რო დაიკლო, 5 კილო რომ დაიკლო, ან 10 კილო რომ დაიკლო, ეგეც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წნევა შემცირდეს საგრძნობლად. შემდეგი რასაც ვაკეთებთ არის ვარჯიში. ვარჯიში დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში და წნევას დაახლოებით უხეშად 10 მაჩვენებლით ამცირებს რა. ანუ 140 თუ გაქვს, 130 გახდება. ანუ მნიშვნელოვნად მცირდება წნევა თუ კი ვარჯიშობ ყოველდღე. ეგ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და მერე უკვე შემოდის წამლები. თუ არ შველის, ანუ რასაც შეცვლი, აი ამებს, ახლა ვთქვათ, როდის ინიშნება წამლები. წამლებს ნიშნავთ როცა აი ამ ვარჯიში მარილის შემცირება და კვებითი ხელშეწყობა და წონაში კლება არ შველის. რა თქმა უნდა, სიგარეტისთვის თავის დანებება, ალკოჰოლის მინიმიზაცია ან თავის დანებება. ერთი ამ შემთხვევაში, ანუ თუნდაც ვთქვათ, აი 140 აქვს და ვერ ჩამოვიყვანეთ და მეორე, რასაც ვაკეთებთ არის თუ კი 140-ზე მაღალი, 140-90-ზე მაღალი თუ არის, მაშინ წამლები უნდა ბევრ შემთხვევაში. თუმცა შეიძლება ისაც დარეგულირდეს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მაინც წამლებით ვიწყებთ. განსაკუთრებით თუ ადამიანს რისკ ფაქტორები აქვს, მაგალითად დიაბეტი აქვს, ან გულსის ხზართა დაავადებები ცნობილი, ან გულის დაავადებები აქვს, რისკ ფაქტორები, ან მნიშვნელოვანი ჭარბი წონა თუ აქვს, ქოლესტერინი მაღალი თუ აქვს, მაშინ ჯობია რომ მკურნალობა დავიწყოთ წამლებით. პირველი რიგის მკურნალობა არის რამდენიმე პრეპარატი არსებობს, რომელთაც შეიძლება რომ დაიწყო ჰიპერტენზიის მკურნალობა. მაგალითად, თიაზიდები, შარდმდენებია, ჰიდროქლორთიაზიდი მაგალითად და რას აკეთებს, ანუ მარილს და წყალს გამოყოფს ორგანიზმიდან და სისხლის წნევას ამცირებს ასე. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს კალიუმი და ნატრიუმი ორგანიზმიდან და ამას კონტროლი ჭირდება. ანუ ელექტროლიტებს ჭირდება გაკონტროლება. AGF ინჰიბიტორები არის შემდეგი კლასი წამლების, რომლებიც ასევე პირველი რიგისაც შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად ლიზინოპრილი, ენალაპრილი, კაპტოპრილი, რამიპრილი, ეგენი ყველა არის AGF ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტის ინჰიბიტორებია, ანგიოტენზინ 1-დან ანგიოტენზინ 2-ად გარდაქმნას უშლის ხელს. მოკლედ და ეს ანგიოტენზინ 2 არის ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი და ეს ნიშნავს, რომ სისხლძარღვები არ შევიწროდება, სისხლძარღვები გაფართოვდება, წნევა დაიკლებს. ეფექტურია თირკმელებისთვისაც, თირკმელების დამცველი ფუნქცია აქვს, დიაბეტი ვისაც აქვს, მათთვის განსაკუთრებით იდეალურია, ვისაც გულის უკმარისობა აქვს, მათთვისაც კარგია. გვერდითი ეფექტები შეიძლება ქონდეს, მშრალი ხველა, ჰიპერკალემია და იშვიათ შემთხვევაში ანგიოედემა. ARB-ს ეძახიან შემდეგი ანგიოტენზინ 2 რეცეპტორების ბლოკერებია, მაგალითად ლოსარტანი ან ვალსარტანი გაგიგიათ შეიძლება და ეგენი მოკლედ აი უფრო ახალი თაობაა რა, აი რაც ანგიოტენზინ ის AGF ინჰიბიტორები აკეთებს, ეს პრილები რაც აკეთებს, დაახლოებით იგივეა, ანუ ანგიოტენზინ 2 რეცეპტორის ბლოკერია, მაგრამ უფრო ახალი თაობა, უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, მაგალითად ხველა ნაკლებად ახასიათებს და იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად აი რისკი აქვს, რომ ხველა არ განვითარდეს, ასეთ შემთხვევაში ARB-ს გამოყენება შესაძლებელია. შემდეგი კლასი არის კალციუმის არხის ბლოკერები, მაგალითად ამლოდიპინი და ეს რას აკეთებს, ან კუნთებს ადუნებს სისხლძარღვებში და შესაბამისად სისხლძარღვები ფართოვდება. განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის და განსაკუთრებით კიდე შავკანიანი პაციენტებისთვის არის ეფექტური. შეიძლება ქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგალითად შეშუპება, თავის ტკივილები, შეკრულობა,
და ბეტა ბლოკერები მეხუთე ჯგუფია პრეპარატების, რომელიც გამოიყენება ბეტა ბლოკერები, მეტაპროლოლი მაგალითად, ატენოლოლი და ეგ რა შრება გულისცემის სიხშირეს ამცირებს და გულის განდევნის ფრაქციას ამცირებს და ეგ რა შრება გულის მუშაობის სიჩქარეს ამცირებს, გულისცემას ამცირებს და გულის წუთმოცულობას ამცირებს, ანუ იმ სისხლის ნაკადს, რაც გული გადაისვრის, მოკლედ აი იმ რაოდენობას ამცირებს. ეგ კარგია იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ზოგიერთი არითმია, განსაკუთრებით ჩქარი არითმიები, გულის უკმარისობა, ვისაც აქვს, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი, ვისაც აქვს. ოღონდ უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომ ეგეთ ადამიანებს მაგალითად ვეღარ ვარჯიშობენ კარგად, ვარჯიშის პრობლემები აქვთ. სქესობრივი პრობლემები და შეიძლება ასთმის დროს გააძლიეროს ბრონქოსპაზმი. ამიტომ ეს ბეტა ბლოკერები არ არის მოკლედ იდეალური ეგეთი ადამიანებისთვის. თუ არ შველის ერთი პრეპარატი, გამოიყენება ორი პრეპარატი, შეიძლება სამი პრეპარატის კომბინაცია, თუ სამი პრეპარატი არ შველის, მაგას რეზისტენტულ ჰიპერტენზიას ეძახიან. კომბინაციები ჩვეულებრივი ამბავია ჰიპერტენზიის მკურნალობაში, თუ ერთი პრეპარატი არ გამოდის მეორე კლასს ცდიან, თუ მეორე არ გამოდის მესამე კლასს ცდიან და ასე, ანუ ცის და დაკვირვების გზით შესაძლებელია ჰიპერტენზიის მართვა, მიზნის მიღწევა არის 30 ქვევით უნდა მიაღწიო. საკვები დანამატებიდან ომეგა 3-ს აქვს წნევის შემცირების ეფექტი მცირედით, დიდი არა, მაგრამ კარგია. კალიუმის პრეპარატების მიღება იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად შარდენებს იღებენ, შესაძლებელია დაჭირდეთ, იმიტომ რომ კალიუმი იკარგება მაგ დროს. კოენზიმ Q10 ეგეთი საკვები დანამატია კიდე, რომელსაც აქვს ეფექტი, რომ მცირედით შეამციროს სისხლის წნევა. ნივრის ექსტრაქტის დანამატებს, ან უბრალოდ ნიორს თუ ვინ შეჭამს, მასაც ნიორსაც აქვს ეგ ფუნქცია, რომ ცოტათი წნევა შეიძლება შეამციროს. მაგნიუმსაც აქვს იგივე ფუნქცია, მაგნიუმსაც შეუძლია რომ სისხლძარღვები მოადუნოს, გააფართოვოს და წნევა შეამციროს. კალციუმი და D ვიტამინს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლძარღვების რელაქსაციისთვის. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. ეგ იქნება თქვენი გამოხატულება ჩემი არხის მიმართ მხარდაჭერის, ამიტომ თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია რეალურად და თქვენ აქტივობა შეუძლია რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს ერთი ვიდეოების გავრცელებას და ჩემი არხის პოპულარიზაციას და მეორე კიდე ადამიანების ჯანმრთელობას შეგიძლიათ დაეხმაროთ, რაც მნიშვნელოვანია ასევე. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა რომ გაინტერესებთ.